სამწუხარო რომ საქართველოში მოვლენები აი ასე განვითარდა და ძალიან სწრაფად ვაკვირდებით ჩვენ ავტორიტარიზმის გამყარებას ქვეყანაში. და ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რაც რეჟიმს შეიძლება შეხვდეს წინაღობად ავტორიტარიზმის გამყარების გზაზე, არის თავისუფალი მედია. აქედან გამომდინარე, ამ პროცესში მედიის შეზღუდვა არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რასაც რეჟიმები ახორციელებენ ხოლმე. ის რაც თქვენს ტელეკომპანიას დაემართა, ის რაც ინკასო დაადეს ნეტგაზეთს და სხვა და სხვა მედიას ამავდროულად მიიღე ძალიან ბევრი შემწყუდავი კანონპროექტი, რომელიც მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს მედიას, პირდაპირ არის ზეწოლა მედიაზე, პირდაპირ არის ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, რომ რეჟიმს რაც შეიძლება გაუმარტივდეს საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესი. ზოგადად მედია გარემო საქართველოში არის ძალიან უსამართლო, წლების განმავლობაში ეს ასეა. ვხედავთ, რომ მედია, რომელიც მთავრობისადმი, ეგრეთ წოდებული მთავრობისადმი, ოცნებისადმი უფრო მეგობრულად არის განწყობილი, მათ პროპაგანდას ძალიან აქტიურად აშუქებს. ამ მსგავსი მედიის მიმართ სისტემა არის ძალიან ლმობიერი და პირიქით ისინი ძალიან ისეთ სასადგურე პირობებში ყავთ. და მეორე მხრივ მედია, რომელიც შედარებით კრიტიკულად არის განწყობილი, რომელიც ცდილობს ყველანაირი აზრს დაუთმოს საკუთარი ეთერი თუ საკუთარი მოკლედ შეეცადოს რომ სიტყვის თავისუფლება იყოს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკაში, ასეთი მედიები განიცდიან ზეწოლას, განიცდიან რეჟიმის მხრიდან მთელ რიგ რეპრესიებს, იქნება ის არამხოლოდ მედიაზე არ არის საუბარი, იგივე ჟურნალისტებიც ხშირად ყოფილან ჯარიმების მსხვერპლი, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ერთ შემთხვევას გავიხსენებდი, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია შეხვედრას მართავდა მოსახლეობასთან საგარეჯოში, რადგანაც ოცნებმა მათ დაახვედრა იქ ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფები და დაიწყეს ძალადობა ოპოზიციაზე და ამავდროულად იმ მედიაზეც, რომელიც იქ ესწრებოდა ამ შეხვედრას. და უცებ ერთ-ერთი ასეთი მოძალადე ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოიწია ტელეკომპანია იმედისკენ, ალბათ ვერ იცნო მიკროფონი და ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტის ასე ვთქვათ, ცემაც მოინდომა, რადგანაც ამ ჟურნალისტმა თავი დაიცვა სიტყვებით არ შემეხო იმედი ვარ. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთგვარად უნისონში შეთანხმებულად მოქმედებენ სამთავრობო მედია და ოცნება. ეს არანაირი თავისუფალ მედიაზე ან არანაირი ჟურნალისტურ სტანდარტზე საუბარი აქ არ არის. ხო, პრაქტიკულად ვხედავთ ერთი მხრივ, როდესაც თავისუფალი მედია სულს გაფავს და მეორე მხრივ ვხედავთ მედიას, ოცნების მედიას, რომელიც არა თუ სასადგურე პირობებში, არამედ ერთგვარად კოორდინაციაშიც კია და საკუთარი კოორდინაციაშიც კია მთავრობასთან და მთავრობასთან ერთად ძალადობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ესეთ მათი კოლეგა უნდა იყოს.